საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას მეცნიერებათა აკადემიის მწერალთა კავშირის წევრები და ანა კალანდაძის ოჯახის ახლობლები დაესწრნენ. ანა კალანდაძე მე-20 საუკუნის გამორჩეული ქართველი პოეტია, რომლის შემოქმედებაც ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვადასხვა ენაზე. ანა კალანდაძე იყო ამ აკადემიის წევრი, პოეტი, აკადემიკოსი, ამ სამეცნიერო დაწესებულების მართლაც დამამშვენებელი და მისი ღირსების განმასახიერებელი წლების განმავლობაში. ანა კალანდაძე, რასაკვირველია, არც მეცნიერებათა აკადემიას ეკუთვნის, მხოლოდ არც ენათმეცნიერების ინსტიტუტს, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა, ის მთელი საქართველოს კუთვნილება. ანას პოეზია განფენილია ნამდვილად მთელ საქართველოში. ლიტერატურის ისტორიის თვალსაზრისით ანა კალანდაძე არის პირველი ავტორი ქალი, რომელმაც ტოტალიტარული სამყაროში ბელადის ზეობის პერიოდში თავის დაუნებურად დაიწყო ამ ცნობილი და ჯოჯოხეთური სოციალისტური რეალიზმის დემონტაჟი და ეს შედგა მაშინ, როდესაც ის პირველად მოვიდა ქართულ პოეზიაში. ამიტომ დღევანდელი დღის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი, არსებითი.